იმით უნდა დაიწყოს ვიდეო. ბიჭო არა ეგრე არა. რაღაცა. ამარილი ტოკიო. ტოკიოს დრიფტის ან Attack on Titan-ის ის უნდა ჩავთოთ რა მელოდია. პროები მოგესალმებით და დღეს ჩვენ დავაგემოვნებთ იაპონურ სამზარეულოს. უკვე ერთი ეპიზოდი გადავიგეთ ქართულ სამზარეულოზე, ვისაუბრეთ კალორიებზე და პლუს დამატებით რა საინტერესო საუბრებიც იყო და დღეს კიდევ უფრო განვითარებულები ვიქნებით. ამას დამატებული, ცოტა უფრო სერიოზულად მივუდებით საქმეს, გვაქვს გადასაფარებელი თეფშები და ერთჯერადი რაღაცებით არ ვართ. ამას დამატებული უკანა ფონზე უკვე თაროებიც გვაქვს, ცოტა ვერ შევაფსეთ და მაგიტო უცნაურ რაღაცები აწყვია და თუ დააფიქსირებთ, გითხარი, დაგვიწერთ კომენტარებში ყველაზე მეტად რა ნივთი მოგეწონათ უკან. ან რა არ მოგეწონათ. ხო, გვაქვს იაპონური სამზარეულო, სადაც უნდა მივირთვათ გველთევზა, რამდენიმე სახეობის სუში, ბრინჯი, ბაო, ეს მწვანე რაღაც რომლის სახელი არ მახსოვს. ჰაშუხუ. ხუიაში თუ რაღაცა. ხუი. ჰაიაში რაღაცა ეგეთია. ჰაში, ხო. საკე, იაპონური ლუდი, მოჩი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პროდიუსერო, გითხარი, აბა იაპონიაში პირველი რას მიირთმევდნენ ახლა ამ სუფრაზე? ამ სუფრიდან პირველი უნდა მიირთვათ ჰიაშის სალათა. ჰიაში ყოფილი. ჰიაში ყოფილა ჩემს. ხო, კიდევ ერთი დაბრკოლება. ეს ყველაფერი უნდა ვჭამოთ სტიკებით. ამით. საერთოდ ყველაფერი. ბრინჯიც მათ შორის რა. და მოდი გავერთობით. ეს ჰიაში. ხო. იცი რა არის? არ ვიცი რა. თქვი რა არის ჯაჯამა? არ ვიცი. მე არ ვიცი და მაგან გეკითხებ. სხვა შორის მე მაგრამ მიყვარს. არ ვიცი რა არის. რანაირად გიყვარს თუ არ იცი რა არის? ჰიაში ნიშნავს იაპონურად ციუს. ციუს. ანუ ისეთ კერძებს ეძახიან, რომლებიც ცივად მიირთმევა. ისეთი გარემო არის რა, ეს ქართული სუფრა და რაღაც ეგ მოუხდება, მაგრამ ეს როგორ უნდა ვაფშე როგორ უნდა დავიჭიროთ ეს ხელში, იცით? რა გაი? მე რაღაც არ ვიცი კარგად. აჰა, მოგი. ძალიან გაი. რა кайფოა. ყველას არ მოეწონება. აი, კოსტას არ მოეწონება მგონია. კოსტას მოგეწონა? მე ზოგადად ზღვის პროდუქტებზე არ ვიждები და არც მსგავსი მეებზე, თუ ესეთია. ბალახებზე. აპეტაიზერია, რა. მე ძალიან მომეწონა. მოდი ხა, თანდან გავითვალისწინოთ რჩევები, რაც დაგვწერეს კომენტარებში რა. აბა. პირველი რჩევა იყო წინა ეპიზოდებზე ის, რომ ერთმანეთს ხელს მოუშლითო რა. ნუ ჩემზე იყო შენიშვნა და ვითვალისწინებ. მეორე რჩევა იყო, რომ გინება არ გიხდებათო. და იმედია კოსტა გაითვალისწინებს ამას, იმიტომ ყველაზე მეც კოსტა იგინებოდა, მაგრამ შენც იგინები ხანდახან. მე აი, ნუ დავტუქსავთ ერთმანეთს, აღარ შევიგინოთ. და ამას დამატებული პროდიუსერს ნუ ჩაგრავთ. ეგ არა. ვერ გავითვალისწინებთ მაგ. ეგ არ გამოგვივა. პროდიუსერი იმისთვის ყავს, რომ უნდა დავჩაგრო. ხო. მაგისთვის უხდით ფულს, ანუ კონტრაქტში უწერია. ხო, რომ აი უნდა დაიჩაგრო უეჭველი ყველა შემთხვევაში. პროდიუსერი კი არ არის კონტრაქტით. კონტრაქტით არის ადამიანი, რომელიც უნდა დაიჩაგროს. და ასე ვთქვათ, UNICEF-საც დავუკავშირდით და UNICEF-მა დაგვიდასტურა ჩვენი კონტრაქტი, რომ ბავშვის დაჩაგრა შეგვიძლია. სხვათა შორის ამალი კანონი შემოდის, ხო იცი? პატარა ბავშვებს, რომლებიც ასე ვთქვათ, კანონს არ გვევენ და ხო, 14 წლამდელებს ეხლა რო ვერაფერს უშვებიან, აწეულზავენ. ერთი წელი გამოსასწორებელ კოლონიაში გაამწესებენ. მე მგონი არა ცოდი ხო ეგა? რაღაც მომჩი? აი, გუნდა მეკითხა, კარგია ეგ თუ ბიჭო, ესეთი რაღაცაა 14 წლამდე ძალიან ბავშვია რეალურად. ეს ვიდეო ნახეთ? კი. რო შემოვიდა ტიპი იმით. და კალმარო გააგდო, ხო? იარაღით რო დაადგა. და იმ ხალხს კაი მოუსვი აქედან. კაი, მოდი ხა დავწერო დაფებზე ამის კალორიები. მიშა რას ფიქრობ, რამდენი კალორია არის? ეს 60 დავწერე, მან მგონია. მე 35 დავწერე. მე 70 ყველაზე მეტი. რამდენია? 110-დან 140 კალორიამდე. მე ხუია 100 გრამში ამდენი კალორია არის. ბიჭო, ანუ ვაუ. მე 70, იმიტომ დავწერე, რომ ზეთი და რაღაცეები გავითვალისწინე და ისეც მე ბევრა. მაგიტომ ვერ ვიკლებ ალბათ. რატო? იმიტომ რომ მგონია რომ მე მეგონა რომ 60 ბევრია ამისთვის. მოკლედ TBC Mobile Bank-ს აქვს ახალი კამპანია, რომელიც მეშვეობით და შეგვიძლია 15 ლარი გამოვიმუშაოთ. არა მარტო თქვენ, ასევე მაყურებელსაც შეუძლია რა. შეიძლება ამის შესახებ უკვე იცით. და ასე ვთქვათ, ჩვენნაირ დამწყენ კონტენტ კრეატორებს დაეხმარებათ იმათ, ვისაც სპონსორი არ ყავთ. ასე ვთქვათ, ცოტა გვეშველოს რაღაც მხრივ რა. კაი, და როგორ? როგორ და მე გაგიზიარებ ჩემ links, TBC Mobile Bank-იდან links და აი ამ link-იდან რომ ჩაიწერთ TBC Mobile Bank-ს და შეასრულებ სამ დავალებას, ორივე ჩაგვერცხლოთ 15 ლარი. თან დავალებები მარტივია რა. უნდა იყოს TBC ბარათი და შემდგომ უნდა განახორციელო მინიმუმ 5 ლარიანი გადახდები. მაგალითად უნდა ჩაირიცხო მინიმუმ 5 ლარიან, გადაიხადო მარკეტში მინიმუმ 5 ლარიან, მობილური სანგარიშში ჩაირიცხო მინიმუმ 5 ლარიან. მოკლედ ეს პატარა დავალებები არის და ამის შემდგომ უკვე ორივე გვესახებათ 15 ლარი. და ძალიან კარგი არის მათთვის, ვინც როგორც თქვი, ვისაც სპონსორი არ ყავს, დამწყები კონტენტ კრეატორები არიან, ან უბრალოდ შეიძლება საერთოდ არ იყვნენ არც ერთი არც მეორე და ასე ვთქვათ, დაიხმაროთ თანხის გამომუშავებაში
და ვისაც მეტი დეტალი გაინტერესებთ ამასთან დაკავშირებით, აღწერაში მივუთითებთ ლინკს ამ კამპანიასთან დაკავშირებით. და ამას დამატებული ზემოდან თუ გინდათ რომ ჩვენს გვერდში დაგვიდგეთ და ასე შემდეგ და ჩვენი ლინკი ჩაიწეროთ და თქვენლარი ჩვენ ჩაგვერცხოს და თქვენს ძალიან გაგვახარებ და ამის ლინკსაც ქვემოთ აღწერაში მივუთითებთ. სანამ შემდეგ საჭმელზე გადახვალთ, ასეთი საინტერესო რუბრიკა მოგიტანეთ, აბა მიდი. სადაც გეუბნებით რაღაც ფაქტებს იაპონიის შესახებ და თქვენ გამოიცოთ სიმართლეა თუ არა. ანუ თულად არ ყავს პროდიუსერი. პირველი არის ასეთი, რომ ტოკიოში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობაზე მეტი ადამიანი. სიმართლეა თუ ტყუილი? სიმართლეა. რა თქმა უნდა. მომეძიეს? მეც ეგრე ვფიქრობ, რომ სიმართლეა. სიმართლეა აუცილებელია. იქნება დაახლოებით 22 მილიონი იქნება. 14 მილიონი. 14, აი, ჩვენთან ეხლა 14 რო ვიყოთ რა გვიჭირს. შემდეგ უნდა მივირთოთ ავოკადოს მაგი. ბევრი არ უნდა იყოს. წესით. აბა რა არის ესეთი? იაპონიაში რაც ყველაზე მეტად მოგწონთ და გინდათ რომ საქართველოშიც იყოს. ანიმე. ანიმე არის საქართველოში, ქართული ანიმე არ არის, მაგრამ იაპონურს ხო უყურებთ რა პრობლემაა? იაპონიაში არის როგორც ვიცი, რაღაცაებს რასაც ყიდიან რა, საჭმელს და ასე შემდეგ. გარედან შეფუთვაზე როგორი ფორმის და ზომისაც არის, ზუსტად ისეთი უნდა იყოს რეალობაშიც, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმდება ის კომპანია, რომელიც უშვებს რა ამას. ძალიან მაგარი რამე. აი ეგ რო იყო საქართველოში, კაი იქნებოდა და კიდე ქვაფენილებზე და ტროტუარებზე აქვთ, ну ადამიანი რო ფეხს აბიჯებს, ის გამოყოფს ენერგიას და მაგით მარაგდება, ну ელექტროენერგიის ნაწილი მაქედან მოდის. მაგრამ ახლა გამახსენდა ერთი რა. ჰენტაი. არა, ეგ არა, ისე იცი რომ მან აპარატები არის, აი ჩვენ რო ყავას ვყიდულობ და რაღაცა, ხო იცი? დიდი აპარატი რო არის. ან სენდვიჩი. მან არის ეგეთი რომ ის იყიდება. გოგოს სასქესო ორგანო. არა. გოგოს სასქესო. ეგ შავი ბაზარი არ ვიცი არა. აბა არა, ის საცოლი იყიდება. თან ახალი კი არა, უკვე გამოყენებული. და მე ეს მიდიან ეს იაპონელი ხო, კაცი. ხო, ხო. ხო, ხო, ზუსტად. ანუ ეგეთ ფეტიში აქვს, ხო. ხო, აი ეს აპარატი მინდა საქართველოში. ჩვენი ეგ ერთი. ჰენტაი ჰენტაი და ტოკიო დრიფტი ტოკიო დრიფტი ბაზარი არა. და PewDiePie-ის ოჯახი რო გადმოვიდეს აქ. და ერთმანეთის პატივისცემა როგორი აქვს ეგეთი. ხო, აი, შეკვდოს იცი როგორი პატივისცემა აქვს თქვენ. ბიჭო, აი სულ აი ასე დადიან და მადლობას გიხდიან და მოდი ახლა ხან იყო რაგბის თამაში რა. იაპონიას ვეთამაშით და თუ ნახეთ რაც ქნეს, ეგ იყო ძალიან დიდი აი პატივისცემა და შეგნება და აი ეგ ძალიან მაგარი რაღაც არის. ნუ არ და ვიცი. თუნდაც სამურაის საქართველოს დროშა აიღო ერთ-ერთმა მორაგბემ და გაშალეს ისე და გაიტანეს. მადლობა გადაუხადეს. ხო და აი ეგეთი ხალხია ზოგადად რა. ბიჭო, ზოგადად სამურაის კულტურა რო აქვთ, ეგეც ძალიან მაგარი არის და აი ის თავის მოკვლის ის რო ქონდათ რაღაცა, ეგეც მოკლედ ლასტ სამურაიც ნახეთ ამასობაში ძალიან кайფი ისე მე ძალიან მაინტერესებს როგორ მივიდნენ სამურაიდან ჰენტაინდე ან პიკაჩუმდე და ასე შემდეგ. მე მგონი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აიძულეს რაღაც ცოტა საყვარლები ყოფილიყვნენ და პიკაჩუ. ერთი ორი ატომური ბომბი დაჭირდათ მაგის. მიშაბა, ისო შენ დაიწყე. 20. 20, 18. 15. 30-40 კალორია. იცი რა, მაინც მებევრა რა. ეს აი ამ აი ამ ხო, ერთ წელს. მაგრამ იქნებ ცოტა დიდი რო იყოს მაგაზე ავოკადოს ექნება ყველაზე მეტი კალორია. ხო, ცხიმია და იმიტომ. ხო, მაგრამ შემდეგი რა უნდა ვჭამოთ? კალიფორნია. სხვა შორის იაპონიაში არსებობს ესეთი მატარებელი, რომელიც მოდის დათქვილ დროზე სპეციალურად ადრე რა. იმისთვის რომ ხალხი გააღიზიანოს. რა. ას ეს ეგ უნდა თქვა ტყუილია თუ სიმართლე? ხო, რავი, თქვენი აზრით? პონდი არა, მე მგონია რომ ტყუილი არის. სიცრუეა არა, შანსი არა. არ გააბრაზებენ ერთმანეთს. ხო, იაპონელები არ გააბრაზებენ ერთმანეთს, პონდი არა. არ თან იაპონელები ერთხელ რო გაბრაზდნენ, სულად დამთავრდა ეგ ამბავი. ვისთვის დამთავრდა, სულად ეგ კიდევ საკითხავია. რა თქმა უნდა, ტყუილი. ბიჭო, ხო არ მეგვეს. ეგ იაპონიაში იცი როგორ აკეთებენ? სოიოს სუშს აი ასე უკეთებენ. აი იმას უსვამენ იმით ჯინჯერით. სერიოზულად? რატო? ანუ იმიტომ რომ ეგრე რო აიღო როლი და ჩადო ძალიან ბევრი იქნებაო. მე მეგონა დებდნენ რა, ფილმებში ეგრეა ხო. ისინი არ აკეთებენ ეგრე. ჩემი აზრით ამ როლს ცოტა მეტი ექნება ვიდრე წინას და 55 კილოკალორია. მე 65. მე ვარ 70-ის მომხრე. 35-დან 50-მდე. შანსი არა. რანაირად ავოკადოს იმას. ანუ მე ვარ ახლოს. შემდეგი რა უნდა მივირთოთ? შემდეგი მეგობრებო, უნდა მივირთვათ გველთევზას ნაგირი. გველთევზა მიჭამია სხვათა შორის ძალიან ცუდ რაღაცასთან ერთად. ის ვიდეო რო არის, ხო, იცი, ბევრი ჩელენჯებს რო იღებენ. აი, ჭამენ მაგალითად გველთევზას ნაყინთან ან ცუდი რაღაცეებთან. ხა ჩვენს დაგვიწერენ კომენტარებში, თქვენს გადაიგეთ ეგეთ ჩვენ. რაღაცნაირად გემოვთ, ხო?
ფლად მომწონსო ვერ ვიტყვი. ჯუზანგაია. მაგრამ არ მომწონსიც არაა, რაღაც მე ზამთრით აქცაკეთაა. ესეთ სოფელი არსებობს იაპონიაში, სადაც ადამიანის ზომის თოჯინები არიან რა, ძალიან ბევრი. ჯერა. ძალიან ჯერა. და ანუ всё მორჩა ფაქტი? ძალიან ბევრი ადამიანის ზომის თოჯინაა ამ სოფელში. უეჭველი არსებობს დარწმუნებული ვარ. და ტურისტული ზონაა ეგ სხვათა შორის რა, სადაც ხალხი ჩადის რა და მე მგონი ერთმა ადამიანმა დაიწყო და მეერე უკვე ძალიან აითვისეს და უკვე ტურისტული ზონაა. ხო ეგრე არის. ხო. ეგეთები რა ევასება. ევასებად, მათ ცოტა შერტყმულები არიან რა. და ცოტა ეგ ხო ის ანიმე რო არის, ხო იცი, ჩვენს ბავშვობაში რა გადიოდა. შენ გევასება მაგ Sailor Moon. თუ რა ანიმე? ბიჭო, მშობლები რო ღორებად გადაიჭრა. ხო. სახელი დამავსა. მიაზაკი. აუ, მაგის ის და სულ მეშინოდა მაგ ანიმესი რაღაცნაირი იყო, აი ძალიან მურტალი სანახავი არის რაღაცნაირი რა და ეგ ხო ისაა, ბებორო იყო და რაღაც გოსტირო დადიო, აუ საშინელება იყო, იმენა საშინელება იყო. დღესაც ეხა დიდობაში ბოლოს რო ნახე რაღაც. დიდობაში სამსიამოვნოს რამდენჯერაც შემხვდა, აი რაღაც უსიამოვნოება წამოიღო. კარგი ანიმეა ძალიან. ბიჭო, მეც ვუყურე 1 წლის წინ და პირიქით. ბავშვობაში არ მომწონდა აი ეს რაღაცა რომ ძალიან მაგარი არის, ძალიან გაგისარდება. რომ ვუყურე და რაღაცა აი მაგაში არის ჩადებული რაღაც აზრი და რაღაცა ბიჭო, არა, რომ მიყურებინა, ალბათ მე რას ვამბობ, იცი, რამდენჯერაც გადავაწყდი. ბავშვობის ფლეშბექი მქონდა, აი უსიამოვნო შეგრძნების და მაგას ვამბობ, რა თორე არ მინახავს ესე. მოკლედ, ზავც მე მგონია რომ გოლთევზას დიდი ალბათობით ვწდები, მაგრამ 90 კალორია დავწერე მე რა. 70 მე. მე 75. 70-დან 100 კალორიამდე. ასე რომ მაგრამ ყველა ის ყველა თითო კულა გვაქვს. შემდეგი რა უნდა მივიდოთ? Dragon Roll. სამ თქვენ მიირთმევთ. მე ასევე გეტყვით, რომ სკოლებში იაპონიაში არ ყავთ დიასახლისები, ანუ დამლაგებლები. იმიტომ რომ ალაგებენ ბავშვები თავად საკლასო ოთახებს. ხა თქვენი ეზეთ მოგატყუეთ თუ არა? ბიჭო. ეგ ჩემს სკოლაშიც იყო. ყოლია? ფული არ ხონდა თუ ეჭვი. სულ დავაგება მე მიწევდა ანუ ჩვენ კლასში იცი როგორ იყო? რაც დღე ქონდათ. პარასკევს ან რაღაცას და არა? მე ეგრე მქონდა. გაგვეთილი მორჩებოდა. და მე რაღაცა ჩვენ თამაშობდით რაღაცა, სანამ მშობლები მოვიდნენ რაღაცა. ან რაღაც მათემატიკას ვსწავლობდით და მასწავლებლები შემოვიდოდნენ და ის სნიკერსი გვაქვს ერთი ცალი და ასე სნიკერსზე პიკნიკზე დაგვევაგებია ის მაგას გაძლევდნენ. ხო. და მაგიტო გასუგდია ალბათ. ბავშვების შრომითი ექსპლუატაცია. შენ ალაგებდი ძალიან აქტიურად. ხო. მაგიტომ არ მიყვარს ახლა დავაგება. სნიკერსის გარეშე. და სახში ალაგებთან სნიკერსის. ხო. რას ფიქრობ, სიმართლეა თუ ტყუილი? მე ტყუილი მგონია, რომ ბავშვებს ეგრე იაპონელები არ მოექცევიან რა. მეც ალბათ ტყუილი მგონია. სიმართლე. სიმართლეა ბიჭო. ანუ სავარაუდოდ აქ ის იგულისხმება, რომ ბავშვები იმდენად შეგნებულები არიან, რომ თვითონ არ ანაგვიანებენ საკლასო ოთახებს. ხო, ანუ იმდენად სუფთები არიან, რომ არ სჭირდება დამლაგებლები. სტადიონზე ტრიბუნაზე რო არიან, ძალიან ის რო არის დანაგვიანებული, თვითონ მე თამაშის მე ალაგები, ხო ბაზარი არ არის. ეგ კულტურა აქვს და სხვა შორის არაა ცუდი კულტურა, ეგ რა. ძალიან კაი კულტურაა პირიქით. ზოგადად კულტურის კუთხით იაპონელები ძალიან განვითარებულები არიან რა. მაგრამ აი მაშინ რა გადაეკეტათ მაგ. აზიაში მე მგონი ყველაზე მეტად განვითარებულები ეგენი არიან. ბიჭო, მოდი საკი დავაგემოვნოთ. აქ საზღვაო უნდა ვთქვათ თუ რა უნდა ვქნათ? რაღაცა აი არაყი არ არის. ანუ არაყისის არ წამოიღო რა, ანუ აი ამას როგორც ვიცი, მარტინის სუნია. ორნაირად სვამენ, ხო? ანუ ერთი ცხელი და ცხელს სვამენო და ერთი პირდაპირო. კი, გააჩნია. ეგ 32 გრადუსიანიც არის, 40 გრადუსიანი, 80 გრადუსიანი და აი ჩვენ შემთხვევაში 14 გრადუსიანი, ანუ როგორც ღვინოს კატეგორიაში გადის რა. თქვი ერთი როდის ყვაბა, ჩვენ როგორც ალკოჰოლის ექსპერტი და ღვინის მოყვარული. რა იცი ამ შესახებ? დიდად არაფერი. მარტო ერთადერთი ვიცი რომ ბრინჯის არის. ბრინჯის არის, ხო. კაი, გემოზე ვნახოთ, აბა. ურა უცნაური გემო, ბიჭო რა არის? აი წყლიანი არაყევითაა. ხო, წყლიანი არაყი. ხო, აი არახში რო წყალი ჩაასხა, მგონია რომ ზუსტად ესეთ გემოს მიიღებ. სხვა გემო აქვს რაღაც. ხო, რაღაცნაირია. რაღაცნაირი გემოა. და შამპანურის გემოს დაკრავს მე ცოტა ხანი. აუ არ მომეწონა. აი ესეთია. და ეს ძალიან ცუდია. მეორეჯერ არ მომინდება. ხო, აი მეორეჯერ ამას არ გქონდა. აი, შემდეგი გავშჯამთ. კალორიები საკესი არ გაინტერესებს. უიდეთ. საკი არა. ეს როლის კალორიები. როლის კალორიებიც არ გვითქვამს. ჩემი აზრით ამას ექნება დაახლოებით 80 კალორია რა. Dragon Rolls. მეც გიოსავით მიწერია და 80 მგონია. 85.
60-დან 90 კალორიამდე, ასე რომ ყველა მართლაც. ბიჭო, სხვათა შორის ეს იაპონურის გამოცნობა არ ყოფილა ძალიან რთული, იმიტომ რომ ერთი იმაში ტრიალებს დაახლოებით რა. ამიტომ არიან ნუ როლების ყოველ შემთხვევაში. ამიტომ არიან ეს შემისები გამხრებენ. ბიჭო, სუმოისტები ყავთ. სუმო ეხლა სპორტია კაცო. მან სპეციალურად რა. ხო იცი რომ მოიგებ მაგ სუმოს იმას ჩემპიონატს თუ რაღაცას გაძლევენ არში ფულადი პრიზი ხო არის რაღაცა, მაგრამ ფულადი პრიზი იმაზე ნაკლებია, ვიდრე საჭმელს გაძლევენ. ხო, ბრინჯი 1 ტონა. სერიოზულად, ბრინჯი 1 ტონა. მერე თინუსი. ხო. მაგასაც რაღაცა 300 კილო. აი ერთი რო დიდი რო არის რაღაც რო იჭერენ იმაში იაპონიაში. ხო, ხო. და კიდე რაღაცები, საკე 10 ლიტრად აღარ. ანუ ფულადი პრიზი რაღაც არის 1000 იენი სიტყვაზე და ეს უდრის 5000 იენს. ანუ ეს ცოტა უცნაური სპორტია. ძალიან უცნაური სპორტია. თქვენ იცით რომ ქვეითების სიჩქარის კანონიც არსებობს და მაგის გამო საჯაიმებენ ხალხს? ონდია. კნარის იცრუე? არ მჯერა, შანსია. ბიჭო, გაი მე ვიქნები ის და მე მგონია რომ სიმართლე. გიო შეას ვიქნებ. არა. წარმოიდგინე და სიმართლე. სერიოზო. არა, ხურო. იქნებ გაქცევა მინდა კაცს, რა ვიცი. შენ წარმოიდგინე იუკიც უნდა რომ ქუჩაში მიდის. სწრაფად რომ მიდის. და რო აჯარიმენ. მე ეჭვია მაგას სწრაფად იაროს, მაგრამ ხო, ვაფშე არ ამგონია რომ საერთოდ სწრაფად დადიან ეს. ლუდიც ხო არ გაგვესინჯა. საკეს კალორიები თქვით? საკეს კალორიებიც არ გვითხოვს, ბაზარი არ არის. ჩემი აზრით აქვს რაღაც 15-20 რა. მე მეტი მგონია 50, მაინც ალკოჰოლია. 55. 100-დან 105 კალორიამდე წერია აქ 100 გრამზე. აი ამ წყლიან არა ახს? დიახ. ბიჭო, შეიძლება. არახსაც ზოგადად ბევრი კალორია აქვს, ანუ. ხო, სხვათა შორის, კი. შემდეგი რა უნდა ვჭამოთ? კრევეტების ბაო. ეს ძალიან ცლიმიანია რაღაცნაირი, რა. კალორიები არ ვიცი, მაგრამ გემოზე დიდი ვეაფერი. ბიჭო, მე რატომ მომწონს ყველაფერი? ცუდი არ არის, მაგრამ რაღაცნაირი არის. ხო, ანუ მოგწონს, რა ვიცი, ცუდი არა, მაგრამ ისე რა. სიცხარე მომეწონა, სიცხარე დაკრავს რა, ეგ გამისწორდა რა. ამას ჩვენი დაბომბი მომხდება, მაგრამ არა, ჩვენი დაბომბი არაფერს არ უხდება საერთოდ მეტად. ფაქტი გამოვშვი. ტოკიოში დილის პიკის საათისას, როცა ყველა სამსახურში მიდის და დილის 5 საათზე ალბათ გამთენიन्छ. ერთი ამბავია ქალაქში, ლაპარაკი იკრძალება და ჯარიმდება 50 იენით. ბონდია. შანსია. სამ. ტოკიოში. შანსია. უბრალოდ ტოკიოში? კი, ეგრეთ წოდებული იაპონიაში. შანსია. კარგი, ეგრეთ წოდებული იაპონია. სიმართლე თქვენ. თქვი. ბიჭო, ლოგიკურია ხა. წარმოიდგინე სამსახურში მიდიხარ და არა ძმა ვარ ილაპარაკო და ტელეფონი რო გირეკავს რაღაცა. ამ ვიღაცას რო ეჯახები და არა ვიცი რომ უფლება რო არ გაქვს. მეტროში და ტრანსპორტში ზოგადად არც ლაპარაკობენ. ანუ ძალიან ის არის რა. საერთოდ სიჩუმეა. ძალიან ისე გამოგდის ახლა იაპონიაში რომ არა, მართლა ეგრე არის. ანუ მართლა ეგრეა და რა დეპრესიის ვქნა. დონე ყველაზე მაღალი აქვს და სუიციდის დონეც ყველაზე მაღალი არის. მადლობა რომ სხვათა შორის სამხრეთ კორეაში მოსეა. ლუდიც უცნაურია ბიჭო. ბიჭო არ მომეწონა ლუდი. ლუდის კალორიებსაც ხო გამისრუნეთ? ლუდიც ეგორი არის, აი მე მომწონს. მოგეწონა? კი. საზრობა, ბიჭო. ანუ ეს ლაგერია, ეს არ არის გაუფილტრავი და რაღაცა და მაგპონჩი არა ცუდი. ცოტა ისეთია რა, აი ლუდის შეგრძნებას არ მიტოვებს რაღაცნაირს, რავი, არ მომწონს რა. რაღაც აი ცოტა ყვავილოვანი რაღაცები მაქვს, აი აი ფეხბურთთან საყურებელი რაღაც არ არის. ფეხბურთთან საყურებელი არ არის. ცოტა გოგოშკური ლუდია. არა. სად გოგოშკური არ არის, მაგრამ აი გოგოს რომ მოეწონება ალბათ. აბა რა ვთქვი? გოგოს მოეწონება, მაგრამ ბიჭსაც არავი. შეიძლება ბიჭსაც მოეწონოს, ხო? და ნახეთ წვეთი ახადია. წითელი. სადამ კალორიებს ვიტყვით, მოდი კიდევ ერთი ფაქტი გამოვაში. იაპონიაში არის, სავარაუდოდ გეცვენებათ, მაგრამ 4 კუთხედი ფორმის საზამთროები იმისთვის, რომ მაცივარში კარგად შეეტიოს მოკლედ და კარგად შედგათ. კი. არ ვიცი, რამდენად სიმართლეა, რომ მაცივარში ჩასადებად აკეთებენ მაგას. მაგრამ ვიდეოზე უეჭველი ეგ არის რა. ანუ სიმართლეა, რომ ეგეთი სიმართლეა არსებობს. და მიზეზი ეგ არის, რომ მაცივარში მართლა? კარგად შედგა. ცოტა უცნაური ეს იაპონიაში ხო იცით, რომ ამ ხილზე და ბოსტნეულზე რაღაც ვაფშე სხვა სამყარო აქვს. გაკეთებული, ანუ $200 მანგო, $150 მარწყვი და ეგეთი რაღაცები. ანუ ჯიშები მოყავთ, საუკეთესო რაღაცებს აკეთებენ. ემაშვებიან. გენური ისე ხო? ხო, გენური ინჟინერია. ხო და ძალიან რაღაც საოცარი გემო აქვსო ყველანაირ იმას. და ეგეთ ფასები ეგ არის? ხო და ძალიან ზვირია და ზოგადად იაპონიაში არის დაბადების დღეზე მივდივარ შენთან, ხო?
უეჭველი ხილით მივდივარ. ანუ ის კი არა ჩვენთან რო იციან რაღაც აი არა ანუ კონიაკი და ღვინო და რაღაცა ტკვილი. არა, იქ ბამბანერკა არა აქვს. ხო, ბამბანერკა არა აქვს. ანუ მან და იციან აი რაღაცა ერთი ცალი საზამთრო, ერთი ცალი ნესვი და აჰა ძმაო გილოცავ. მე ვფიქრობ პროდიუსერს გადაცემის დაწყებამდე მიშასთან კონსულტაცია უნდა გაიარა. კი, უეჭველი. იაპონისტი ვარ შეულებრივ. იაპონისტი. ეგრეთ წოდებული. თუ ჯაპანი. არა. ან ჯაპანისტი ხარ ეგრეთ წოდებული იაპონისტი. საქართველოში არის რაღაც სოფელი ჯაპან ქვია. ხო, ვიცი, ჯაპანა. ხო, ჯაპანა. ეგ ხო თემა არის, ანუ ეგ დრო დაარსეს. მე მგონი იაპონელები ცხოვრობენ. არ არის ეგ თემა? ეგრე კახეთში არის ვერონა. ეგრე ბიჩნი გაურის გვაქვს. და ეგრე კატალონი მართლა? კი, ეგრე. მაგარი ყადა არ ვიცოდი. და კატალონიაში არის ისა? მარგალეტი. ხო. ეს კაი კალორიული უნდა იყოს, ხო წესიდანე? რავი, ჩემი აზრით 150 კალორია დაახლოებით რა. მე უფრო მეტი მგონია, ბევრი соуსი ქონდა 250. ვა, 100. კილოცა კოსტა. 220-დან 260 კალორიამდე. შემდეგ მოდის ატრია. მოკლედ იაპონიას ხო 2 ატომური ბომბი მოხდა ჰიროსიმა და ნაგასაკიში და არსებობს ადამიანი, რომელიც ორივეს გადაურჩა, ხო, ჯერ ჰიროშიმაში იყო, მერე ნაგასაკიში თუ პირიქით, როგორცაა? და მოკლედ ბედიქონია მაგას. ამას როგორ ჭირებით? ეს ისტორია იცით? ატომური ბომბი რატომ არ დააწყეს იმას? კიოტოს. ბატონო. ბაში პირველი დარტყმა უნდა ყოფილიყო კიოტოზე. და გადაიფიქრეს. მაგრამ ტიპი, რომელიც ხელმძღვანელი იყო ამისი, ვინც ეუბნებოდა სად დაარტყდა რაღაც. სოლი ყავდა კიოტოში. არა. საყვარელი. ნამყოფი იყო კიოტოში იმაზე, ჰანიმუნზე. და გადაწყვიტა რომ არაო, მე ძალიან მომეწონა ქალაქი და მოდი მეორეს დავარყასო სადაც. ანუ ჰიროშიმაში და ნაგასაკიში არა, ვერ ნახეს ვერავინ ნამყოფი იყო. არ ვიცი, მაგრამ ეგ ისტორია ვიცი. მოკლედ ზოგიერთი კომპანია სამსახურის დაწყებამდე თანამშრომლებს კამერაში გაღიმებას თხოვს. რატო? რომ ანუ დადებითი ენერგიები ქონდეთ მთელი დღის განმავლობაში მუშაობისას. ეს თავიდან თქვა, ანუ სამსახურში რომ მიდიან, ხო. თანამშრომლებს კამერაში გაღიმებას თხოვს. კამერა რატოა ჩართული ყოველდღე ერთზემს? ანუ სავარაუდოდ რავი, სანამ შევლენ რა ეს დეტალები შეეწერა, მაგრამ სარკეში რო ჩაიხედა უნდა გაიგო. არა, კამერა. ანუ კამერაში უნდა გაიგო. ეს შეიძლება CCTV კამერაზე. არ ამჯერა რა სიცოცხლე. მე სიმართლე მგონია. ალბათ სადღაც იქნება უეჭველი. ფრესკო და ეგეთ ადგილებში არ იქნება, მაგრამ სადღაც ექნება. ხო, ზოგიერთი კომპანია. ხო, ზოგიერთი უეჭველი იქნება რა. მაინც არ მგონია რა. სიმართლე. ეს ბრინჯი ცუდი არ იყო, მაგრამ რაღაც აი სპაისი გემო. ხო, მითხარი აი. სპაისი გემო არ ქონდა რა. ამას ექნება დაახლოებით 100 კალორია რა. 450. 100 გრამში? ხო. ყოველთვის გარკვეული. მე 100 კალორია მგონია. 130-ი 160. ჩვენ მოვიგეთ. რანაირად ბიჭო ბრინჩი რამდენია 100 კილო? 100 გრამში 400 კალორია რანაირად არის ბიჭო? 100 გრამ ბრინჩი 300 რაღაცა კალორია. ეგ მოხარშულში არ იგულისხმება. მოხარშულში არის რაღაც 85 თუ 90. და იმაში ხო რავ ბრინჩი არის 300 რაღაც. გამშობა კი წყალი რანაირად არ აქვს ბიჭო. წყალში მოხარშულს 20 რა ვიცი 35 გრამი აიღე მოხარში და ის 100 გრამი გახდება. ვა. ნუტრიციოლოგი მიხეილი ეგრე მახსოვდა რომ 100 გრამ ბრინჩი 300 რაღაცაა. კაი დავიკიდე. ეგ მე მინდოდა. ლაგებას მოპირეთ გენსადება. ერთი კრემეტი იყო დარჩენილი საწყლა და მინდოდა ბიჭო. ბიჭო, სადღაც რომ მიდიხართ მანქანით და გეჩქარებათ, ამ დაწესებულების შესასვლელთან ახლოს აჩევთ ხოლმე ხო სავარაუდოდ მანქანას. თუ არის პარკინგის ადგილი კი, მაგრამ ზოგადად არ არის. როგორ წესი ვერა. ხო, სწორედ ამიტომ იაპონელები, როდესაც სამსახურში ადრე მიდიან, ანუ ვინც ადრე მიდის, აჩერებს შორს. ო, რა ჭკვიანურია ბიჭო. ტოვებენ ადგილს იმისთვის, ვინც აგვიანებს რა, რომ მალე შევიდნენ. თქვენ ეზეთ სიმართლეა თუ არა? უეჭველი სიმართლეა ძმაო. რა ვიცი, აი მე მივდივარ, ისედაც მინდა, მაგრამ აი დავაჩქარებ ჩემ იმას. სიმართლეა. მე მგონია რომ სიმართლეა. მეც გავრისკავდა ვიტყვი რომ სიმართლეა და არ გამიკვირდება მაშინ პიუდიპაი და მარსია რატო გადავიდნენ საცხოვრებლად. კი ბატონო, სიმართლე. ხო რა ბიჭო. ტიპები მენა რა დონეზე აგრები არიან რომ შეგნების თემაში რომ ჩვენ ლიშბი მე გავაჩერე. პარკინგიდან გასვლას რო ვაპირებ იმენა 20 წუთი ველოდები სანამ ვინმე გამატარებს და ანუ იქ ჩაკეტვები არ იციან ერთმანეთს. ხო და აქ იმენა ხო მაგრამ ყურე მაგრამ ნახე კიდე რა არის
ანუ პარკინგიც მოწესრიგებული აქვს და ანუ ქალაქიც მოწესრიგებული აქვს. ანუ მარტო ადამიანებზე ნუ იმას იზამ რა. მაგრამ ნახე, ჩვენ მენტალიტეტში ეგეთი რაღაც არ მოსულა. შენ გააჩერებ რაღაცა სხვაგან? სამხრეთელი არავინ არ გააჩერებს სხვაგან და ვაფშე იაპონელების მეტი მსოფლიოში მაგას არავინ აკეთებს. მაგრამ დილით რომ მიდიხარ და არის თავისუფალი სივრცე რო შორს გააჩერო. ეგ იმის დამსახურება არა იმ იაპონელის ეგ არის დამსახურება. არა, მიშას ხوارამის გაიძახეს ეგ თავისთავად. ეგ სახელმწიფოს დამსახურება რომ მაგ ფუფუნებას ქმნის, მაგრამ რაც არ უნდა სივრცე იყოს, ხო, აზრად არ მოგივა. არ მოგივა. ჩვენ მენტალიტეტში არ ზის. არავის მენტალიტეტში არ ზის იაპონელების გარდა. ხო, ის ხო რას ამბობ, ფრანგი და იტალიელი და შვედიც არა აკეთებს ფრანგი. ქართული. მოდო გააჩერე იქ სადაც ადგილია, მოიჭერ ამ. იასნია. ჩვენ მეტი გზა არ გვაქვს. ხო, ანუ ჩვენ ვაჩერებთ არ აქვს ის ახლა ჩვენ უკვე ტროტუარზე წავდივართ. ჩვენ ხელა პარკინგებიც არ გვაქვს, ანუ. ხო. 100 მეტრიანი სტადიონის ხე პარკინგები აქვს და ჩვენ. ხო, პარკინგიც არ გვაქვს, ასე ცალკე რა შენობა რო პარკინგი იყოს. და პარკინგის ადგილიც აქვს, სადაც ვინმე გამოდის, იქ უნდა შეეტენო. გამოდაქვნათ ეხლა. ჯერ კრეკერი იყოს და ლოდი. ეს კრეკერი არის კრევეტების არო ჩიპსი რაღაც. flavored ანუ გემოთი არის რა. მე ძალიან მომეწონა. აი ძალიან ბჭوار საკაიფოა ძალიან. იცი როგორი გემო აქვს? ძალიან light გემო აქვს და ზეთის გემოს არ აქვს და ძალიან ჯანსაღი გემო აქვს რა. რა არ მომწონს იცი? სუნი არ მომწონს. ხო, რაღაცა ძალიან ცუდი არომატია. ძალიან რაღაც ცუდი ზღვის პროდუქტის არომატი აქვს. ბიჭო, კრევეტსაც არ აქვს ეგეთი აი ძალიან კარგი სუნი. ხო, ხო. მე მგონია რომ ამას ბევრად ნაკლები კალორია აქვს ვიდრე ჩიპსს. ო, დაწერა მეზარება და პირდაპირ აი 100 გრამში უნდა თქვა? 150 კალორია ექნება დაახლოებით. მე 200. ხო, მეც 200 ვიტყოდი. 485 აწერია. 485 ბიჭო. ვაუ. ანუ ჯანსაღი არ ყოფილა. უეცრად გაცნობიერება. ეს ჩიპსში რამდენია? 520-550-ია ჩვეულებრივ ჩიპსში. ხო გითხარი, ჩიპსზე უფრო ჯანსაღია. 30 კალორია. 30 კალორია. კაია, მე უკვე მიხარია რომ მოჩიმდე მივედი. ეს ეპიზოდი არ ვიცი. ეს თაზოს only მიზე დავდოთ ეს ეპიზოდი. და ერთხელ არ გითხოვს რომ არქი გამოიწერა. არ ვთქვა ამ ეპიზოდში რომ არქი. არ ვთქვა. იმდენად ცუდი ეპიზოდი გამოგვდის რომ არ ვთქვა. ცუდი არა. ნორ. ეს მომწონს რაღაცა. აი რა ხო რაღაცნაირი ფუმფულა. ფუმფულა. ანიმეში მგონია თავი რომ მაგას რო. ზუსტად. აი მიშა შენ საყვარელი ანიმე რა არის? სერიალი თუ ფილმი? მოდი სერიალი თუ. Top 3-ში შედის Death Note, Attack on Titan და Naruto. და Naruto ხო. Naruto ლეგენდაა და მაგიტომ. დორორო ნანახი გაქვთ? არა. ეგ იყო პირველი ანიმე რაც ვნახე. მე კარგი არის? სხვა შენ ძალიან კარგი. ზოგადად პირველ ანიმესაც აუყურებ. პირველი ყოველთვის მოგწონს განსაკუთრებით. არა მე ზოგადად ანიმები არ მიყვარს. და ეგ ძალიან მომეწონა. მერეც არ გიყვარს მაგის მერეც? ხო, არა. ეგ ვნახე და всё. Death Note-ს ნახევარ. არა, მართლა ძალიან კარგი იყო. ეხლა მე ამის მე როგორ უნდა დააბულინგო და უნდა დაჩაგრო ჩვენი პროდიუსერი. მე გეთანხმები. ზოგადად სერიალებს ვინც უყურებს აქტიურად, მაგათიც არ მესმის. ანუ როგორ იცი, აი სისტემატიურად რა ყოველ დღე როზიან და 5 სერიალს რო უყურებ დღეში, ანუ მაგ დედრო საერთოდ აქვს. გამაძრე. სად უყურებ ბოლოს? ყოველ დღე ფიზიკურად ვერ მოასწრებ. სამეფო კარის თამაშების. აი ეგ ხო. რივოჩი რო გავაკეთე. ანუ ერთხელ ხომ აქვს ნახე. მეორჯერ ხომ უყურე. და მეორეჯერ უყურებ დღეში 5 ეპიზოდს უყურებ. ეგრე მეც ვიყავი ხო, Rewatch-ს რო აკეთებ. Rewatch-ს ეგრე ვიყავი და პირველად საერთოდ 10 და 12. პირველად რო უყურებ, მინდა რომ დავტკბე და რაღაცა ის. ეგრე თითო-თითოს უყურ შანსი. თითო-თითო არა, მაგრამ ორ-ორი რა. რა ორ-ორი. ხადაო. მაქსიმუმი რამდენი მაქვს ნახე ეპიზოდები? როგორც სხვა ხ სერიალს არ დავასახელებ. 16. სტუდენტობის პერიოდში 16 ეპიზოდი. მოჭველი პატარა რაღაც სერიალი. 40 წუთიანები იყო და ხო. ან მე ზოგადად ყველაფერი მალე მწყინდება და მაგიტომ. ხო, ანუ შენ დიდ ფილმებსაც არ უყურებ? ანუ ეს ხო ჯენზი არის. ფილმებს ვუყურებ, მაგრამ ფილმაც თუ არ ძალიან არ დამაინტერესა ვერა. არა, დიდი ფილმი იყო კი, ქრონომეტრაჟი რო დიდ რავი. გლადიატორი არ მოგწონს, ინტერსტელარი. არ იქნება ნახი გლადიატორი შენსი არა. არც ინტერსტელარი? ინტერსტელარი ნახე. TikTok-ზე აქვს ნახი ინტერსტელარი. არა, ინტერსტელარი მაქვს ნახე. საუკეთესო ფილმი რომელიც გინახავს. 20 წუთიანი მინი ფილმი რომელიც გადაგებულია TikTok-ზე ფორმატში. ნაწილებად. TikTok-ზე ხო. რომელიც ფილმიც არ არის. ინტერსტელარი არის ალბათ პირველ რიგზე მაინც. იმიტომ რომ სხვა არ აქვს ნახე დიდი ფილმი. კარგი, სხვა არ გაქვს ნახე. კარგი სხვა არ აქვს. მეორეზე აი Origins-ი, მესამეზე Donnie Darko. ხო, ანუ იცი რა ფილმები ჩამოთვალა, რაც ნანახი აქვს.
ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც არ მაქვს დანახი. არა, ეგრე მეც ახლა მან ნანახი რაც მაქვს მაგას ჩამოვთქვა. არა, გავიგე, მაგრამ ან მეტი არა აქვს, იგი მეხუთეს ვერ იქნება მაგას ვეზე. ყველაზე ცუდი ფილმი რაც გინახავს. არ ვიცი ესე. ძალიან ბევრი უაზრო ფილმი მაქვს ნანახი. კაი, შენ ყველაზე ცუდი ფილმი? ცუდი, ხო. Twilight. არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. ბაზარია, აი Twilight. ისე ცუდი ფილმი არც დაგამახსოვრდება, მოდი ვარ. აუ, მე მინახავს ტიტანიკის მეორე ნაწილი თუ გინახავთ? არა. არა, ტიტანიკის მეორე მე ნაწილი. პირველი ნაწილის არ მიყვარს. ანუ ტიტანიკი ოღონდ სხვა ეს გადაღებული. ეს გადაღებული მეორე ნაწილია, IMDb აქვს რაღაც 2 და რაღაცა. და აი მე და შენ და კოსტა რო დავждეთ და ერთად გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, CGI. შენ როუზი ხარ თუ რა? და მე ჯეკი თუ რა? ბიჭო, აი შეწუხდები ისეთი არის. და კიდევ ერთი ფილმი მე მინახავს. აისბერგი. კიდევ ერთი ძალიან ცუდი ფილმი მახსოვს. მე მგონი შენც იყავი, ჩვენთან იყო ჩართული. ჩრდილოეთ კორეელები დაიპყრობენ ამერიკას. გახსოვს ეგ? არა. აუ, მოგლა შეიძლება შენ არ იყავი. მეცნობა სცენარი. ჩრდილოეთ ფილმი იწყება ეგრე რა, არიან ამერიკაში, არ მახსოვს შტატი კალიფორნია თუ სად არიან და ჩრდილოეთ კორეელები დაიპყრობენ ამერიკას. და მე რაღაცები ხდება, ეგ არ მახსოვს და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფილმია ჩემი აზრით. და თუ ის სახელი არ მახსოვს და თუ იცით ვინმე? ახლა გამახსენდა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი. მაგრამ ბოლომდე არ მოხსნა, იმიტომ რომ აი ვერ ვუყურე ფიზიკურად. Attack on Titan ფილმი. აუ, ბაზარი. ავატარის ფილმზე რა სიტყვით? ანგის, ავატარის აი, ფილმზე. ეს ძალიან ცუდი იყო. მაგრამ Attack on Titan ნახე და მე თქვი რაღაც. ბიჭო, Attack on Titan-ის ფილმი ლოგიკურია რომ ცუდი იქნება. ხო, $50,000 იყო ბიუჯეტი, მაგრამ ბიჭო, რაღაც აი ფანი ვარ და მაინც ვუყურე და 1-5 წუთი გავკაჩე, მეთქი გათიშე. თქვენ ერმალოს ფილმები და შენ კი ვიცი როგორ გაკეთდა. ერმალო კლასიკა. შენ ხო? მე რომელი მომენტი მოწონს, იცი, ტიპი რომ მოდის სერიოზული სახით და ყველაფერი წყალმაწა იყო. გადაკეთე მე. კაი და მიდის უკან. ერმალო კლასიკა, ერმალო არის. მე ერმალოსთვის მინაწერიც მაქვს და მithkoms, რომ ძალიან მაგარი რეჟისორი ხარ და წარმატებები უსურვებ. ძალიან მაგარი ადამიანი იყო მართლა. ადამიანი ძალიან მაგარი იყო და სხვათა შორის ისა კინოთეატრშიც ხონდა ფილმის პრემიერა. ამირანში უეჭველი. ამირანში რატო უეჭველი? ეგეთი რაღაცები ამირანში ხდება. ამირანში რკე. ყველაზე მაგარი ქართული ფილმი. ო, ცისფერი მთები. ცისფერი მთებზე მაგარი ფილმი ჩემთვის აი რა ვიცი. ძალიან დონიერი და მაგ ფილმს რაც აქვს ასე ვთქვათ უკანა არსი რაც არის დამალული, ეგ არის რაღაც საოცრება რა. ეროი. სხვა შორის კრედიტი მივცეთ Nonsense Visions უდევს YouTube-ზე მაგის განხილვა. სხვათა შორის კი, ნანახი მაქვს ეგ განხილვა, ძალიან კაი განხილვა არის და ძალიან ისეთი. მონანიება ძალიან მიყვარს. მონანიება ძალიან მიყვარს. ცოდნია ბიჭო ფილმები რა. ქართული უფრო ცოდნია ამას. შერეკილების. შერეკილები ძალიან კაი გასაკეთებელი. მე ზოგადად ელდერ შენგელაიას ფილმები ძალიან მომწონს. აი ძალიან კარგები არის რა. მაგრამ ჩვენ ისე გასართობი ფილმებიც კარგი გვაქვს. აი უდიპლომო სასიძო და ეგეც. კი. მაგრამ თუ აკვირდებით, აი ყველა ძველი ფილმებია. აი საბჭოეთის ძველი არის რა. აი არ ვიცი გაქვთ ნანახი თუ არა. აი ძალიან მომეწონა ქართული ფილმი ბრაიტან 5 არის სახელი მე მგონი. ჰა? ბრაიტან 5. ლევან ყოღუაშვილის ფილმი. ბრაიტონ 5? ხო. არა, მეოთხე ბრაიტანი. მეოთხე 5 რატომ ახსოვდა? მეოთხე ბრაიტანი. პროცეს ცოტა მძიმე ფილმია. ცოტა კი არა, დარწმუნებული ვარ, ძალიან მძიმე იქნება. მაგრამ ზოგადად ქართველ რეჟისორს უფრო გამოსდის აი ეგეთი ფილმი. მძიმე ფილმები. მძიმე. ჩვენ ახლა გვიჭირს ძალიან კომედიის გადაღება, ძალიან გვიჭირს ჩვენ. ბიჭო, იმიტომ რომ ალბათ არ გვაქვს საკომედიო. ბიჭო, მე მგონია რომ შენ უნდა იყო თავარი პერსონაჟი და კომედია მაგარი იქნება. არა მგონია, მე პირიქით. მე გადავიღებდი კიდევაც ეგეთ ფილმს. აი მსახიობისაც იქნებოდა. და მსახიობი მგონია რომ კომედიაში იქნება. ვერ ვითამაშებ კომედიურ. შენ ძალიან ლოგიკი ხდებოდა, იცი როგორი როლი? ჰარვი ვაინშტაინ. ბიჭო, ეგ რეჟისორი იყო, ანუ პროდიუსერის თემაში იყო. კი, მაგრამ ჰარვი ვაინშტაინი მოგიხდებოდა. გავხარ, იმედია მარტო აღნაგობეთ. და რა შეიძლება თვითონ მსახიობს სერიოზულად არის? ზაგალიფიანესი თუ როგორც არის მაგის სახელი, მგონია. ეგ ძალიან მაგარი მსახიობი და მაგას ვერ ვითამაშებ. მე აღნაგობაზე წავედი. აღნაგობაზე, არა. ჩვენ შეგვიძლია Hangover-ის, ასე ვთქვათ, ანალოგი შევქმნათ რაღაც სკეჩივით და შენ ზაკი იყავი, კოსტა იქნება ის რო იკარგება. ჩინელი? არა, ჩინელი არა. არა, ჩინელი მოქნილი და რაღაცა არის, კაცო. ჩინელი არა, კოსტა იქნება. რო იკარგება სულ დაბალი ტიპი რო არის, რა ქვია მაგას? რო არაფერს არ აკეთებს ხო, არც რა გასულ ეგა. არც გვახსოვს რა ქვია მაგას. არ მაქვს სახელი. ის იქნება ჩინელი. ხო, მეც ვიფიქრე საბაზე რა, ჩინელი. ჩინელი იქნება საბა და მე ხა რა თქმა უნდა, რედლი კუპერი. ზაქს რო ევასება. შენ რო
უბრალოდ ჩემს საგაცებს იმეორე. და ამ დროს რეალობა. ის ათვალებიანი რომ ვიჩიტები. კარგი, cut. არ გამოიწეროთ არხი ამ ვიდეოში არ ვლაპარაკობთ.